მე ვარ მარიამ აბაშიძე 10 წლის. სწავლობ მე-18 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ცეკვა, სიმღერა, მსახიობობა და ფანდურზე დაკვრა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. უკვე 3 წელია ვცეკვავ ანსამბლ ხელოვანში. ბავშვობაში სულ მინდოდა მეცეკვა და დედიკოს თხოვე და შემიყვანა. ცეკვაში ყველაზე რთულია ახალი ილეთის სწავლა. ყველაზე ადვილი არის ტრიალები. მე შემიძლია დავტრიალდე დაახლოებით 20 ჯერ. ჩემი საყვარელი ცეკვაა ხევსურური. ყველი ილეთია აი ეს. სახელოვანში ჩემი ქორეოგრაფები არიან ნიკა სალვარიძე და მიშა გურგენაძე. ნიკა მასწავლებელი არის უფრო მხიარული. მიშა მასწავლებელი მხიარულია, მაგრამ კაცრიც არის და სამართლიანიც. უკვე მქონდა 10 კონცერტი და ყველაზე კარგად დამამახსოვრდა ალანიაში რა ვიყავი. კარგადაც მხიარულეთ, კარგად ვიცეკვეთ და პირველი ადგილიც ავიღეთ. სახლში მაქვს 12 სიგელი და 10 მედალი. ჩემი გეგმა არის, რომ კიდევ ვიცეკვო 10 წელი. მე ანსამბლიდან გამოვ, მაგრამ სულ მეყვარება ცეკვა. მე ვარ სტუდია ოქროს გასაღების წევრი. მაგ დავდივარ ბაღიდან და სტუდია ოქროს გასაღები არის ჩემთვის ოჯახივით. ოქროს გასაღებში ვსწავლობ სიმღერას, ცეკვას და მსახიობობას. ზოგჯერ ჰიპ-ჰოპს გვასწავლიან, მაგრამ უმეტესად მხიარული ცეკვებია. გვაქვს მიკროფონები და ვღერით ქართულ სიმღერებს. ჩემი საყვარელი სიმღერაა ალადინი, ჟასმინი და ოქროს ლამპარი. ალადინი ეს თქვენი ზღაპარი. ალადინი ჟინი და ლამპარი. ალადინი თქვენი მეგობარი. ოქროს გასაღებში ჩემი მასწავლებლები არიან ქეთევან გორგაძე და თამილა ბერიძე. ისეთი კარგი მასწავლებლები არიან, რომ შემაყვარეს ცეკვაც და სიმღერაც. რაც შეეხება მსახიობობას, უკვე ძალიან ბევრი სპექტაკლი დავდგით. ყველაზე მეტად მომეწოდა ბოლო სპექტაკლი და ვთამაშობდი ყვავილის როლს. სულ მქონდა 2 სიტყვა, შეიძლება გითხრათ? სურნელება გაქვთ თუ არა, ეგ ჯერ არ ვიცით. და ჩემ დღეში არ მინახავს ესეთი სულელი გოგო. მე მინდა ნამდვილი მსახიობი ვიყო და ვითამაშო ფილმში. ისე უფრო მიყვარს მულტფილმების ყურება და ჩემი საყვარელი მულტფილმი არის კონკია. მე პრინცესებიდან ვგავ პრინცესა ანას. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ჩემი კლასელები არიან ძალიან კარგი, მასწავლებელიც არის ძალიან კარგი და ყველა ბავშვი არის ძალიან კეთილი. ჩემს კლასში ყველაზე ჭკვიანია ლუსი შანთაძე. ყველაზე ცელქებია ნიკო გულვა და ნიკო გვიანიძე. ყველაზე მშვიდია ნია ბოლქვაძე. მე ვარ ყველაზე მხიარული, ლამაზი და პრანჭია. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია ჩემი დამრიგებელი თამარ შერვაშიძე. ის არის ჩემსავი ლამაზი, ჭკვიანი და სულახუტება. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ბაღის მასწავლებელი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი სტომატოლოგი. ეხლა მინდა ვიყო 25 წლის, იმიტომ რომ შეიძლება ვიყო ცნობილი მოცეკვავე და მსახიობი. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა და ჩემი ძმა. კიდე მინდა მყავდეს 1 ძმა და 1 და. ჩემი ძმა არის 19 წლის და ქვია დავითი. ის არის ჭკვიანი, კეთილი, ხიარული და სიმპათიური. მამიკო არის კეთილი, მზრუნველი და ჩემი ძმის სრულების შემსრულებელი. მე ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ მგონია, რომ კარგ საჩუქრებს ჩექმნის და კარგ სიტყვებს ეუბნება. დედიკო არის ლამაზი, მხიარული, თბილი და საქმიანი. მე ვარ ძალიან კარგი დიასახლისი. ასე იმიტომ მგონია, რომ სახლზე ცვალაკებ და საჭმელების გაკეთებაც ვიცი. პირველად საჭმელი გავაკეთე ვიყავი 8 წლის. ეს საჭმელი იყო კვერცხენი პური. ჩემი საყვარელი საჭმელია ფანკეიკები. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის პეპე გრძელი წინდა. დედას მოეჯახე რომ მქონდეს გავხდებოდი მილიონერი. ბევრი ფული რომ ექნება დავეხმარებდი ყველა გაჭირვებულს. პირველ რიგში დავეხმარებოდი ავატყობ ბავშვებს. პირადად ჩემთვის ავიშენებდი პრინცესის სასახლეს. ამგზავროდ სიამოვნებით წავიდოდი პარიზში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. მარიამი რომ არ მერქვას რა მერქმეოდა? მე მარიამი დამარქვა ჩემმა ძმამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ მარიამი რომ არ მერქვას მერქმეოდა ბარბარე. ჩემ შვილებს დავარქმევ ანას, ტასოს, სანდროს და მათეს.
შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას, რა არის მისი ჰობი. მაგალითად, ჩემი ჰობი არის ფანდურზე დაკვრა. სკოლაში რამოდენიმე დღეა შევედი ფანდურის წრეზე და ეს მე ძალიან მომწონს. კიდევ ჩემი ჰობია თამაში. ჩემი საყვარელი თამაშია ჭრეში ბურთი. ჩემი ოცნების საჩუქარია პარიზის საგზური. ბედნიერება არის ცეკვა, პარიზში წასვლა და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.